პირველი. ტროტუარის ფილების დაგება იწყება მონაკვეთის მონიშნით. ლაზერული ნიველირის დახმარებით ვასრულებთ დონეების მონიშნას, ვახორციელებთ ყველა ფართობის დახრებსა და დაქანებებს სწორი წყალგადინებისთვის. მეორე. დონეების და საზღვრების განსაზღვრის შემდეგ მოედნის პერიმეტრზე სრულდება ბორტების მონტაჟი. ვახორციელებთ ბორტების მონტაჟს დონის მიხედვით, რომელიც ფიქსირდება ხსნარით იმისთვის, რომ შეიქმნას ხისტი კონტური. მესამე. მას შემდეგ, რაც დონეები გარკვეულია, ტროტუარის ფილებისთვის ვამზადებთ საფუძველს. არსებობს ორი ტიპის საფუძველი, ბეტონის და ღორღოვანი საფუძველი, ორივე გამოდგება როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ისე საავტომობილო დატვირთვისთვის. განვიხილოთ ღორღოვანი საფუძველი. საქართველოს რეგიონებში ღორღოვანი საფუძველი კეთდება 10 სანტიმეტრის სისქისგან. საფუძვლის მოწყობისთვის საჭიროა შესაბამისი სიღრმის ამოღება მომავალი ფენების სისქის გათვალისწინებით. მეოთხე. გრუნტის დამუშავების შემდეგ საფუძველისთვის ვიყენებთ ღორღს ფრაქციით 5-20. თანაბრად ვასწორებთ მთელ ფართობზე და ვასრულებთ ვიბროდატკეპნას ვიბროფილის გამოყენებით. მეხუთე. ტროტუარის ფილებისთვის ვაგებთ სამონტაჟო ფენას შავი ქვიშისგან 4-7 სანტიმეტრის სისქით. შემდგომ ხორციელდება ვიბროდატკეპნა და სამონტაჟო ფენის მოჭიმა შუქურების მიხედვით. მეექვსე. ტროტუარის ფილები იგება, კეთდება შემოჭრა და ნაკერები ივსება ყვითელი ქვიშით. ამის შემდეგ სრულდება ფილების ვიბროდატკეპნა ვიბროფილით და ხორციელდება განმეორებით ქვიშით შევსება.